გააჩვენდი და შენი დაც გააჩვენდი გააჩვენე შენი და თქო ვინ გითხრა აკები თქო მაგრამ ნი აი ეს ხო აი ეს ჩვენ ჰოპ რასიპარა დავიცი რასიპარა ანაფის სინაძეცე დააკნე ხო დიახ ანაფი რა თავის ხო და დავდებ რა მარიკუნა აი ნახე რა პატარები არიან მამას ცქნაფები და უკვე რამხელა საქმეს აკეთებენ შემოხელე გადაღლილი სახე გაქვს რა გჭირს? მთელი გამე თეთრად გავაცენე. ხო, ვერ დავიძინე, ჩემ ცხოვრებაზე ვფიქრობდი და რაღაც ისე აიწყო ყველაფერი. ელენესთან კარგად მიდის ყველაფერი. ბიზნესში საქმე ძალიან კარგად არის. პრობლემა აღარ მაქვს და შემეშინდა. დათო, რა მაინტერესებს იცი? შენი ბიზნესის საქმე მართლა კარგად მიდის თუ ისე მიდის, როგორც შენ მიდიხარ აქედან? კარგი, ხო. დათო, შენ ახლა ის მითხარი, როგორ მოგეწონა ელენეს ოჯახი, როგორ შეხვდნენ, როგორი მამა ყავს? ძალიან მაგარი ოჯახი. ხო? ძალიან მაგარი ოჯახია. მამა ყავს გადასარევი, ეტყობა რომ დიფულ პატრია. რა არის? დიფულ პატრი. დიდი ფულის პატრონი. მართლა? ხო. მაგარი სახლია ძალიან. რა კოლექცია გინდა რომ არ გქონდეს? თოფების, ვისკების. და იმის რა ქვია, ცხოველების ფიტულების. ბატონო დავით, მაპატიეთ, მაგრამ ნაწილობრივ გეთანხმებით. ნაწილობრივ. იმიტომ რომ იმისათვის რომ იყო კოლექციონერი, სულაც არ არის საჭირო დიდი ფულის პატრონი იყო. ნათელი მაგალითი. ლაშას ხო აქვს ცხოველების კოლექცია. ისე ირაკლისაც ქონდა ღვინის კოლექცია, მაგრამ ერთ წელიწადში მარტო ბოთლების კოლექცია შერჩა. ხო ირაკლი? აი ხო ხა. რა. სასაცილოა ხა ეს. რა. ოჩახ მარიკა კარგი იყო, მომიწონა ეს იუმორი, მომიწონა ძალიან. ღვინოზე გამახსენდა სხვათა შორის ელენეს მამას ჰქონდა გადასარევი კონიაკი 30 წლის დაძველებით. დაძველებით? აბა. მე რე გაგიყვირდა შენ დათო. ცოტა ხანით მოიცადე და შენც ეგრე დაძველდები ამ სამში. მასხარა. იქიცი რომ ესეთი მასხარა. ზადიკ. ეს მე დავფიქრდი, რამე კოლექცია ხوار შევაგროვო მე თქო რა დავიწყო შეგროვება კოლექციის, ა? არა, ჩვეულებრივი აზრია. და არიცი ისი? დაგეხმარო? ხო. კი ბატონო. იპოვე რამე კარგი ტრიალი მინდორი. ხო? შენ ახლა ხატვარი ხარ და არ გაგიჭირდება. შენ თვალი შეხედა. და დაიწყე აგურების შეგროვება. აგროვეს აგურები, აგროვე. მერე რო არ მოკპარონ შემოღობე, ხო? მერე კიდე აგროვე და რო დაგროვდება ეს აგურები, ახლა წვიმა იცის იმ მინდორში. მე გეტყვი წინასწარ, ხო და ხო და ასველებ, ხო და გადახურე. რა? გამანეთოს და ჩემ თქვა, მაგრამ მარიკა თავი რა. კარგი, სერიოზულად. ბათუმელი კაცი ხარ და კენჭების შეგროვება დაიწყე. ხო ჩახირა. მომეწონა. აი ესე ვისა. გემოგი. ეყოჩი. არაფერი შენ არ გეშველება, რა კენჭები, რა მოგეწონა. შენ თუ მაგარი ხარ, შენ რატო არ აგა კოლექცია? მიმასუხეთ, რატო არ აგა კოლექცია? ჩემი კოლექციის ორ ექსპონატს ძინავს ახლა მშვიდად და არ გამოგიდო ძალიან. აი
კარგი ირაკლი ცოდვა რა დაგემართა ხო ზოგჯერ მეც მეწოდება ხო ალო დიახ ბატონო ზაზა როგორ ბრძანდებით ბატონო ზაზა ვინ გალაპარაკოთ ბატონო ზაზა დათო მაგას არის რა დაემართა აუ მოკლედ ბიზნესი ჩაუვარდა ხო ვალებშია სულ ეძებენ არ ვიცი რა გაქცეულია აქედან არ ვიცი რაცაკეთებ ირაკლი რაცაკეთებ რა ალო ბატონ ზაზა არა ფერი ბიზნესი არ ჩამორნია ალო ой მოგიბიზია თქვენ ხარ აი ესე მასხარობს რა ხო კარგით რა კარგი მართ მოხსნეს მე უთხრა არ მე ვერ ვეტყვი ასე მიცნეს უთხრა კარგი რა მოხდა რა მოხდა ირა და ზუ ქეთევან ვინ არის აქ? ვინ მეძახის მეა? ქეთევან ვინ მეძახის მეა? ვინ მეძახის ვინ? ქეთევან ბატონო მუცელი მტკივა და რამე გამაყუჩებელი საჭმელი მომეცი რა მოიცა მუცელი მტკივა და კიდე საჭმელს ითხოვა? რა ვქნა წამალი ვერ ვიპოვე აბადა რას იპოვიდი შენ საჭმლებსაც მას წამლებსაც შეჭამდი შენი ამბავი რო ვიცი აშიკო დღეს იცი რას გიკეთებ ჩაკაფულს ვაიმე ქეთევან მართლა ძალიან მტკივა მუცელი და ვერაფერს ვერ შევჭამ მართლა ხო უფ გაჩერდი ხა მოკლედ ქეთო ამ სახლში უჭამაზია ლაპარაკი სად დავჯდე სადაც გინდა შენ სადაც გინდა რა ვიცი ყველგან ამას უკავი ადგილი და კარგი ხა ვერ გავიგე რა პატარა ბავშვით იქცევი თუ გინდა აქ დაჯექი თუ გინდა აგერ დაჯექი გემრიელად მოთავსდი აი აქ დავძანდი ვაიმე და მიდი აქ დავჯდები ხო რა ჭერს იმას რა ვიცი აბა არაფერი არ ჭირს ისე უბრალოდ თავს მაცოდებს უნდა რომ შემეცოდოს მეც ესე მივიდე და ვუთხრა ვაიმე ლაშიკო რა გჭირს იქნებ საჭმელი შეჭამო ვაიმე მოხარშულს გიცნობ ლაშა ტორონჯაძე მოხარშულს აი ახლა გაკეთდება ის ჩაკაფული და ჩიტივით გახდები უცებ გამოკეთდები რა უნდა ჭირდეს ახლა მაგას არაფერი არ უნდა ჭირდეს რამე ხო არ ჭამა ესეთი რომ მოიწამლა ხوار მოიწამლე რამით მოიწამლე გითხრა რა ვჭამე კი გითხრა მითხარ გეტყვი რა გამოვედი დილით და შიოდა ძალიან თამარ დავდექი ჩემთვის დგავარ სამზარეულოში არაფერი არ არის საჭმელი სახლში ხო უცებ ხო გამოვიდა ვახო ჩემი ხო გამოვიდა ვახო და ისე შიოდა თამარ ისე შიოდა რომ ეგ შენი ვახო მაპატია არაფერი არ ტკივა ამას მშვენიერ ხასიათზე ტყუილად ნოშლი ჩემდას ნერვებს აი მე და ვახო არაფერზე არ ვჩხუბობთ
ხო, არაფერზე ქეთინო, ესე იგი ადამიანი, ნუ მამაკაცი, რომელსაც პრეტენზია არ აქვს არაფერზე. ხო. ხო. ბოლომდე შევჭამე ის ჰერკულესი და ხო კარგი ბიჭია. გადასარევი ბიჭი ხარ ვახომხოლა, ჩემი ჰერკულესი ხარ. ჰერკულესი. რა ვიცი მტკივა მუცელი რა, დღეს მთელი დღეა. ვა გეთკიდება ლაშა, აბა რასიძავს, რასაც შენჭამ? აი მართლა ლოქო ხარ. რა ხდება ახლა ვერ გავიგე რებს შენ ვიზერას ლაპარაკობ შენ იცი მიხარ შენ ისახა რა ქვია იმას რა ქვია იმას აი ის რაიმე თამი როგორი ქმარი ყავს ვერაფერს ვერ იტყვი რა აი რაღაცნაირი აი მე თქვენ ხართ მოცლილები რა მოცლილი მთელი დღე ტრიკინებ და ქაქანებთ წავიდე ერთი მე ჩაკაფულს მივხედო უი ქეთუ ჩაკაფულს აკეთებ? ხო მაშინ მე არაფერს არ გავაკეთებ დღეს, ხო ვახო? აკეთ გამოვალ. დღეს აკეთებს მაინც და მაინც ქეთევანი ჩაკაფულს რა. თამრი იცი პრებედინას რეცეპტი ვაკეთებ ხო გახსოვს გორი ჩაკაფულის გზელი თითები რო ქონდა ეს რა დაჭრი იმ თითებზე ის ბეჭედი გახსოვს რო დაკარგა მერე და რო ვერინელებდა მთელი ცხოვრება მთელი დღე ხალი იყო პრებედინა რაღაცა გრძელი კიდურები რა მაგის ჯიშზე წავედით მე და ორი მაშინ ჰაერი ცხვანი კვება იყო ისეთი რა ჩაკაფულს აკეთებდა საიდან საწავედი ჩაკაფული ესე უცებ აი ესე წავედი ჩაკაფული ხო და ესე მოკლედ დიდ ქვაფში აი ესე ჩავაწყვე ერთფენად აი ესე ხორცი ვაი ხო მერე აი ესე მეორე ფენა ხო ესე ყველანაირი მწვანილია ეს ვაი მერე ისე ხორცი ვაი მერე ისე მწვანილები ვაი მერე ტყემალი ხემა ვაი მერე აი ესე ღვინო მოვასე თეთრი ღვინო ღვინოც? ხო თეთრი ოკეი შემოვდგი ცეცხლზე და თუხთუხებს ეხლა შეხედავ ხო შეხედავ ვახ ერთი კაი ჩაკაფული ახლა არა ხო ვამბობ რა იტყუება ეს იტყუება რა აი ატყუებს ქეთევას ვითომ მუცელი ტკივა უნდა რომ მივიდეს ქეთევარი დაუწყეს ლაშა ჩემო სიცოცხლე საჭმელი ჭამეო ცოდო ხარო აი მოხარშულს გიცნობ ლაშა ტორონჯაძე მოხარშულს ვახო მოდი ეს რა ვერ ხვდები ახლა რა მინდა მე ვერ ხვდები ნახე ქეთევან ლაშას გავს რაღაცით გააღოპირი ჩატოის დაგეტა ვახო ცანცარი აკიდო ხო დიახ თუ დათავარ ხალხო რატო არ გჭირდა მოდი შედი გამოვალთ მერე ჩაკაფულის ხო არ დააგვიანო რა კარგი ქენი შესვენებაზე სახლში რომ შემოიარე და აქ ისადილე. აბარა, რა ჭკვიანურად მოვიქეცი მარიკულა რა ბძნული გადაწყვეტილება მივიღე თანამშრომლებს რო არ წავყევი ქაბაბის საჭმელად. და ნინის და მარიამის დატოვებული ეს უგემრიელესი სუპერო შევჭა. ირა მოხვედი? ხო, შესვენებაზე შემოვირბინე და თორა გავდივარ უკვე რა. გადიხარ? რა იყო მოხდარა? მალე უნდა წახვიდე? რა იყო? რა ვიცი, აბა ელენე ხო იცი ჩემი ისა. მოკლედ ვიღაცა აწუხებს რა. აწუხებს? ხო, მესეჯებს ეს მე ურიკავ და არიგებს. ხო, არიგებს. მე მესეჯი გაუგზავნე რომ შევხვდეთ მეთქი და დავილაპარაკოთ. ხო, არც რა მომწერა? რო, სადაც გინდაო. სადაც გინდაო? ხო. მოიცა და შენ რა მიწერე მე? რა მიწერე და ერთ საათში შევხვდება ჩემთან ეზოში. შენ ეზოში? ბათუმში?
ჩახვალ ერთსა, ჩიდათო? კარგი რა ირაკლი რა, კარგი რა, ბათუმი არა. კარგი ირაკლი გადაგემართავდა. ისე მართლა ვინ უნდა აწუხებდეს, ელენეს. მე ვიცი. იცი? კი. ვიცი რა, დავინახე. ხო, დავინახე რამდენჯერმე რა, უბრალოდ არ მინდოდა ეხლა თქმა და რაღაც ნერვები საშლა და ამის წიოგი და ამბავი რა. ვიცი რა, ვინც აწუხებს. ვინ? საშუალო ტანის ტიპია. ხო. წვერს ატარებს. წვერს? აი მოთახიდან გამოდის ხოლმე და ურეკავს. კარგი ირაკლი გადაგემართა ნერვიულობს ადამიანი. მე ხუმრები ხა მე ხო? მარია მიტირის. გეგონოს ნინია. რა მნიშვნელობა აქვს ხოლმე შეხვიდე. დათო, შანტაჟს ხوار გიწყო. ჰა? რა შანტაჟი? მოიცადე ერთ წუთი შეხო წარმატებული ბიზნესმენი. ხო, ხარ. ხო იცის ყველამ რომ მე შენი ახლობელი ვარ. ხო, ახლა ნახე. 1-3 დღეა შევამჩნიე, პატარა შავი მანქანით მithვალთვალებენ. უყურე ხარ რა მოხდება? ერთ დღეს მომიტაცებენ და მე შენ დაგირეკავენ იმაზე, გამოსასყიდზე. მოგიტაცებენ ხო? აბა, შენ ამ წეთიან სატრუნთო თუ მოგიტაცებენ. პატარა მანქანა შეიძლება. მიდი გადი მოდი წადი ერთი რა. მარტო უნდა შეხვდე? აბა, ჰა? აბა ვინ წავიყვანო ირა? ვინ წაიყვანო და ხო ახლოა ეზოში აგერ, რა ნახე. თალიკო და ნათელა ეზოში არიან. აი გვერდზე მასთან ბოცთან რო მაგიდა, მათეს ძინავს იმ მაგიდაზე. გააღვიძე მათე და უბანი გვერდში დაგიდგება და თუ. კარგი რა ირა რა. კარგი რა ირაკი და მე სერიოზულად გეუბნები რა. კარგი, სერიოზულად გეუბნები. ვახუშტი წაიყვანე. ჩვენი ვახო ყვარაცხელი. ვახო რატო? რატო და ჩხუბი რო ატყდება, თქვენ გამოიქცევით. მე შენ ვახოს გაასწრებ. სირბილში შესაბამისად ვახო ჩამორჩება. ხო, დაეწევიან, ცემენ. კარგად, გემრიელად. ამას გაიგებს თამარი. მე თამარი ჩაერევა საქმეში და ყველაფერი თავისით მოგვარდება. კარგი რა, კარგი რა, კარგი რა კაცო რა, კარგი რა. არ დაიყალე. This is the way you left me. I'm not pretending. Wow. No დათუჩა, მე მგონი ის ბიჭი გირეკავს. არ არის ეს ბიჭი, ეს ზარი მაგ დაყენებული ელენეზე მომეცი. ვაიმე, მაგარი მუსიკა ცოტა ხანი მოვიცინოთ რა. კარგი რა, ირაკლი რა მომეცი. ალ. ხო, ელენე. კი, ველაპარაკე ხა ერთ საათში შევხვდები. არა, შენ არა, რა პატრული. არა, არ ნერვიულ, მე შევხვდები. რა? ხო, მეც მეც კოცნი გაიგებ? რა უნდა გავიგო? არა. კარგი, დასო. ესე იგი, შენ მზად ხარ, რომ ქალის გულისთვის თავი დაწირო. დიახ. პუშკინი ხარ. პუშკინი. კარგი, გავიქეცი მე. დამიჯერე, ჭკვიანი კაცი ვარ მე. ვახუშტი წაიყვანე თან ყვარაცხელია. დამიჯერე არ წააგებ. დათუჩა. გოცნი. ხო, მომისმინე ახლა შენ ერთი წამით არ უნდა ინერვიულო მაგაზე. ახლა ჩვენ ასე გავაკეთებთ. ჯერ გავაკეთებთ დაზღვევას, მერე ჩამოხვალ და გამოკვლევას ჩაიტარებ უფრო ესე ჩაეტევი თანხებში, ხო? ხო, არაფერი დაგეხმარებით ჩვენ. ჩვენი ახლობელია სამინისტროში და ის დაგვეხმარება. არა, ჯან.
ჯანდაცვის სამინისტროში. ხო. არა, რას ამბობ რამინი რა. ხო, გავაკეთოთ ესე მე გამოკლებ მე დაიმე რა უნდა წამოგვიღო ხა შენგან იმდენი პატივისცემა გვახსოვს და არაფერი რამინი ხო ვახოს რა უნდა ვახო რამინიმ რა წამოგიღოთო არაფერი თქო მომიკითხე არაფერიო რა ლაშა რამინი ლაშამ რაღაცებს თუ ჩამოიტანსო რა ბალაშა რა გინდა ტყემალიო კარგი ჭყინტი ყველიო ხო ჭადის ფქვილიო რა ლაშა სოფლის ქათამიო ხო უყვარს ამას და სოფლის კვერცხი ვაიმე რამინი გაჩვენა ეხლა როგორ ხტუნავს პატარა ბავშვი ვითეს რომ რამინი ქათამს ჩამოიტანსო კარგი რამინი მომისმინე კვინიკაძეების თეონა გათხოვდა აჰა და მე რო გავთხოვდი ხო გაიგო ყველა აჰა კარგი აბა კარგი რამინი კოცნით აბა კოცნი ხო კარგი თამრი რა რამინი ხარაფერი ქეთვა ესე დაზღვევა უნდა გავუკეთოთ რა დაზღვევა ხო ვაიმე ისე დაზღვევას გავუკეთეთ ჯერ რომ არავინ დაზღვეულა ხო იცი ცოტა ხანი წამოვჭდები მე თუ მკითხავთ ხო მე თუ მკითხავთ მარტო რამინი კი არა რამინის ხბოც უნდა დაასხვიოთ რამინი ჯანმრთელობაზე ხბო დაკარგვაზე შენ ეცი შემომხედე ბოდიში ვიცი ესე ჩემ ნათესავებზე უნდა ვილაპარაკო და კიდე ძალიან მიყვარხარ თამარ არ ვისადილოთ ვახო არაფერი არა გვაქვს ერთი ცალი ჭადი იყო და იმასაც ლაშა მიაგნო არაფერი არ გვაქვს არა საერთოდ არა ვაიბი ავდგები და გაგიცხელებთ იმ ჩაკაბულს თორემ დავიწვი თქვენი საცოდაობით რა ესე იგი მე რო არ ყავდე თქვენ რა გეშველებათ არ ვიცი რა ვახო მიბძანდი და შენ თვითონ გაიკეთე მიდიან გააცხელე ლაშა სულ თვითონ იკეთებს ხოლმე საჭმელს ხანდახან არც იკეთებს და ისე ჭამს კი თამრი შევალ რა მე რაღაცას მოვიცვამ და მე წავიდე დაზღვევაზე ხო გავიდე მიდი ჭამე შენ და მე ვახო გააღე კარიზარია გავაღებ თამარ გავაღებ აბა ჩემს გარდა ვინ გააღებს ვა შოთო მოდ დაჯექი არა იყოს ეს ვახო შენ დახმარება მჭირდება რა მოკლედ რა რაში და ელენე ხო იცი ჩემი ვიღაცა აწუხებს და შეხვედრა დაუნიშნე ჩვენთან აქ ეზოში და რა ვიცი ვინ არის ხა არ ვიცი და მინდა რომ წამოყვე და ეს რა არის ჩაკაპოს ვაცხელებდი და მარტო ხარ სახში არა ქეთევანია თამარია ოჩახში შეოჩახ დამეწვევი? არა, იყოს არ მინდა, მოკლედ წამოდი რა წამომყევი რა, თან არ ვიცი შეიძლება ერთი არ იყოს, რამოდენიმე მოვიდეს და მაინც რა ხდება. რა ვიცი დათო ეხა ცოტა თავი კი მტკივა. წამოდი, ოღონდ ეს მოიხსენი. დათო. აი, ბევრი რომ მოვიდნენ? ბევრი რომ მოვიდნენ? ხო. აი, მე ცოტა მეც ამტკივდა. მე კი მეშინია მოვიდეს რამდენიც გინდა მე რა წამო დათო ისე თამარისთვის და ქეთევანისთვისაც ხო არ გვეთქვა მაინც რა უნდა გითხრა თამარისთვის ქეთევანისთვის წამოდი კარგი ხო კარგი თამარ მე დათოს ეზოში ჩავყვები რა ისე ჩემთვისაც რო გაგეკეთებინა დაზღვევა კარგი იქნებოდა რა
ლაშიკო. კიდე გტკივა მუცელი? კი ანონო კიდე მტკივა კიდე. აი ნახე. ვაი მე ხალხო ლაშას მოშივ და გაიქეცი ჩქარა აქედან. კაი ლასანდრო ცოტა ნახე ცუდად არის ვერ. ლაშა ცოტა მაინც არ გაგიარა. არ გამიარა ანანო არ გამიარა. სუტყვილა დამალაგებინე ის ცხელი ქვები მუცელზე რა. არ იყო იმ აურის თუ რაღაცის ბრალი. შენ მაგ ქვების მუცელზე დალაგებას ჯობდა ის კუპატები არ ჩაგელაგებინა. ani არა სანდრო არა. დღეს მთელი დღე თამარმა ერთი ჭადი რომ მომცა იმის მეტი არაფერი არ მიჭამია. რა მოჩმეჟა? თამარმა მოგცა ერთი მჭადი და იმის მერე აქტივდა? ხო. ნემსები ჩაგილაგა. ვაიმე სანდრო გაჩერდი რა. არა მართლა არ ხუმრობ. კაცო გაჩერდით ახლა მე ვიცი რაც უნდა გავაკეთო. რა უნდა ვქნათ? უფრო დიდი ქვები დავალაგოთ? არა. აბა უფრო გაცხელებული? არა, ირაკლის უნდა დაურეკოთ. ირაკლის უნდა დაურეკოთ. ალა ირაკლი. ხო, მე ვარ. ირაკლი რა არის? ლაშას ტკივა მუცელი. ეხლა იცი რა უნდა იყოს? ეთქობა დადებით აურას, აწვება აქედან უარყოფითი ენერგია, მიხვდი? არა, ირაკლი, ფსიქიატრიაში რა უნდა მუცელი ტკივა? მე. სხვას გალაპარ. კაი, ეხლა მე სხვა. ხო, ირა. ხო. მე რა ვიცი, მე და ანანომ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ გვეშველა ლაშასთვის, მაგრამ მაინც ტკივა და რა ვქნა. მოიცა ვეტყვი. ირაკლი, მე რასაც ვეტყვი, ეხლა ის გააკეთოსო. მიდი. ოღონდ მიშველოს და გავაკეთებ. კიო, ირა. კარგი. დავიწყოთ. ერთი ხელი დაიდოს მუცელზეო. მიდი ლაშიკო, მიდი დაიდე ხელი. ეს მუცელი. დაიდო ირა. მეორე ხელი აწიოს მაღლაო. მიდი. აწია ირა. ეხლა დახუჭოს თვალებიო. მიდი ლაშიკო, მიდი. დახუჭა? რა? აირა, მაგას ვერ ვეტყვი, გოგოები არიან. ხო, ეხლა ღრმად ჩაის უნთქოსო. მიდი ლაშიკო, მიდი. კარგი რა მაგას რა გამოუვიდა რა. ლაშა, იცი რა ამათ ნუ უსმენ და ჯობია მე მგონი რომ საავადმყოფოში წახვიდე და ექიმს გაესინჯო, იცი? მართალია. კიდე კაი თამარია არის, თორე იტყვა და ვეტერინარი გჭირდება ლოქოავათო. ანანო. ხო და კიდე კაი რო არა. ხუმრობის დროა ახლა. რას მიყურებ თქვენ ვეღედავთ რა ცოტა. სალომე, მარტო შენ ფიქრობ ჩემზე რა. წავალ მართლა საავადმყოფოში გავესინჯები ექიმს. რომელ საავადმყოფოში წავიდე? ბაუშთაში ლაშა. რა უნდა ნაკერამ ხელა რა უნდა ბაუშთაში. რა ვიცი, ქეთევანი დილით ფაფას აჭმევს. საღამოს ჩაის და კარაქიან პურს და შუა დღეს აძინებს. ბორდიში წავედი. ქურთუკი მაინც ჩამეცვა რა. სადარიან რა. როგორი ხალხია, ან ვინ არიან საერთოდ? დათო. აი, ნახე, 4 საათია. აგვიანებენ, ესე იგი არ მოდიან. წავიდეთ რა. კარგი, რა დაგემართა 8 წამით გადასცა მარტო. ხორ გეშინიაში. არა, მეშინია დათო. ეს მათე სადღაც დაიკარგა რა. ან ეს სოსო. სავსია ხოლმე სულ ეზო და ეხლა გაწვრნენ სადღაცას რა. გეშინია რა? გეშინია. რა? ვაიმე ვახო. რამდენი არიან? დათო. ისა. ეხლა რაღაც გამახსენდა. არ გეგონოს რა, რომ გავარბივარ და რამე, უბრალოდ აუცილებელი საქმე მაქვს რაღაცა და წავალ რა. მოიცა, საწაყო, გადაუხვის. გეშინია რა. რამში შეღავდა ხარ? ეს არ შეიძლება ვახტანგ. ეს არ შეიძლება გიას. თამარს შიშა ბიჭები არ უყვარს. ვაშკაცი ბიჭები უყვარს. შენ როგორ გონია მე
რატო უყორო ელე? ელენის. უკაცრავად. ეს და თუ მე ვახო. რა მნიშვნელობა აქვს? როგორ არ აქვს მნიშვნელობა? როგორ არ აქვს მნიშვნელობა? იქნებ ვისაუბროთ, ვილაპარაკოთ. აუცილებლად ხო არ არის რომ ვიჩხუბოთ ან გავარკვიოთ ჩვენი საუბარი. უკაცრავად დამშვიდეთ. დაწნავდით. მე 27 კორპუსი მაინტერესებს. სად არის? უთხარი რა ვახო რა? 27 კორპუსი ეს არის რა ძმაო. დიდი მადლობა. მე ვარ არა დათო. დათო მე ვარ ხო? რა არის ვახო ეს იყო ტაქტიკა. შემებური ტაქტიკა მქონდა დამუშავებული ხო? რომ ეთქვა შენ გავიყიდებოდით. იყო ესეთი რომ ეთქოდი ეს დათო დაგარტყავდა შენ რომ დაგარტყავდა მე ვიტყოდი მე ვარ დათო თქო. მე დაიბნეოდა. მე შემომარტყავდი. მე შენ იტყოდი რომ დათო რა ასე ავრევდი სიტუაციას რა. ტაქტიკა იყო ესეთი რა ხორკიშია შევა. ალო. ხო ირა. ო არა ველოდებით რა. არა ნუ გეშინია. ირა. არ დაკიდო რა. ცოტა ხანი მელაპარაკე რა ირა. მაინც ა? კარგი ხო. ირაკლი იყო. ო რამეში დახმარება ხო არ გჭირდებადო და რაში გჭირდება ეხა ჩვენ ირაკლის დახმარება? არა მართალი ხარ. არა. კალანდაზე. მოდი აქ. ვა, დათომოს როგორ? დარტ კალანდაზე. კარგად, დაჯექი მოდი. შენ მაინც დამიჯექი. გვერდზე. ჩემთან, მოდი. რა არის დათომოს რა მოხდა? დახმარება ხომ გჭირდება? არა, რა დახმარება შერაში უნდა დამეხმარო. არაფერი ისეთი. როგორ ხარ? რა ვიცი. კარგად ხარ? კარგად მე, კარგია, კარგად. რატო ხარ აქ? რა მოგიყვანა? რა ვიცი, ვიღაცა ტელეფონზე ჩემ შეყვარებულს მოაწუხებო და აქ დავიმარე. რამე პრობლემაა დავით? არაფერი ძმო, მე თვითონ მოვაგვარებ რა. ხულეკი? რა? მიდი წადი შენ, ჩვენები არიან. კარგი ძმაო ნახავ. რა გინდა კალანდაზე შევგან რა? რას დამტებ, რას გადამიგდი? თქვენ იყავით კარგად დათომას და მე მივხედავ ჩემ თავს. ნო, წადი ჭკვიანად იყავით. სახში ხო კარგად ხარ? მას. თუ რა პრობლემა გექნება, მოკლედ დამირეკი კალანდაზე და მე სხვათა შორის წარმატებული ბიზნესმენი გავხდი. შენ ეცილკი არა ვარ და მომბაძე. ისე დათომას ერთვებს გავართ. ერთშაი გოგოები მოგწონს. აი, კარგად ძმაო. კარგად ძმაო. აი შევწდით რა დათო რა, აი შევწდით რა. მარტო ჩვენ კი არა, სანდროსთვის, ირაკლისთვის, გოგისთვისაც უნდა დაგვერეთ. ხო? აი ბეწუზე ვართ გადარჩენილები. რატო არ ყვირებს? ძინავს სანდრო როგორ იყვირებს? და რთულია ეს მანაწლავის ოპერაცია? არა, სანდრო რას ამბობ? ძალიან მარტივი ოპერაცია, უბრალოდ ჩვენ კაი ქვენით დროზე რომ მოვიყვანოთ ლაშიკო. მისმე, ქეთევას დაურეკე. შენ გაგიჟდი? როგორ მე ეგეთი შტერი გონი ვარ რომ მე დაურეკავდი ქეთევას და ვეთქოდი ლაშა საუკეთესო აკვანეთ. მეც რა მოვიფიქრე?
მე მოვიფიქრე რომ მოდი უთხრათ ირაკლის ვათქმევინოთ მივხვდი ის რა სიტყვია ირაკლის შეეშინიათ ხო ეხლა მაინც მთავრობის კაცია იტყვის სამთავრობო დაცვა ეყოლება და შეეშინდება ასაკეთება რა არის რომ დამდგარ ხალხ და ყური მოგიდია რა გაიგებ რა მეს ასე ამისთვის მოგიყვანე მე შენ აქ რა ყური მოადო ტყუილა ეს კამები როგორ მიდის ოპერაცია მითხარ კარგად მიდის ესე იგი ინტუბირებულია ზოგადი ნარკოზი მიცეს აზოტის ორჯანგით ფენტანილს უკეთებენ ინფუზიამ კარგად ჩაიარა მარჯვენა მხრივი პატარა განაკვეთით გახსნეს მუცელი ხო ო და ბებია და წითელ ქუდას ამოიყვანენ კაი სადაც სიცხული აქ ხა ხუმრობა კი არ შეიძლება ანანო შენ იცინე და მე ნამდვილად არ გამიკვირდება რომ აღმოჩნდეს რომ ეგენის ყავს ლაშას შეჭმული ო ისე ირა ამაგარია არა ოპერაციას რო იკეთებს რატო ამაგარი შრამი დარჩება შეიძლება შევალ ლაშასთან საჩეხვალ ანანო შენ რაღა მოგივიდა უხერხულია ხალხო საჩეხვალ სტერილურია ყველაფერი იქ მეძლივ შემიშვეს საჩეთი მაშინ იცი რას ვიზამ აი ლაშას ქვეცნობიერში შევალ და ისე გავიგებ როგორა კარგი ლაშას ქვეცნობიერში შედი ოღონდ ხალათი მოიცვი და ისე შედი ინფექცია არ შეიტანო ო ირა მალე დამთავრდება ეს ოპერაცია დავიღალე უკვე კარგი სანდრო კარგი 1.5 საათში დამთავრდება ყველაფერი და მოემზადე შემდეგი შენ ხარ აუ არა კარგი ეხლა კარგი სანდრო ბარემ მოსულები ვართ არ მომიშალო ნერვები რა მაშინ ანანო შევიდეს ჯერ მე რატომ შევიდე ჯერ ხო რამინი ხო გამაკეთეთ დასხვევა ხო და გამოგიგზავნეთ მაგრამ რა არის იცი ინგლისურ ენაზეა და უნდა ფოთოლა მასწავლებელს გადაათარგმნინე ის კალათე შარშა რომ გამოვართი გადაუტანე და უარს არ გეტყვის ხო კარგი რამინი კარგი გოგონი უკაცრავა თქვენ მოადგილე ბიჭი ირაკლი თამარი აქ რატო ხარ დაგიდა აქ რატო ვარ რა ვიცი 1000 რა ირაკლი გეტყვით რა ხდება ირაკლი უთხარი ნე რა დასხედით ფაი მე ირაკლი ნუ მაშინებ რა ხდება ეხლა ყველაფერი მითხარი ირაკლი არაფერი არ დამიმალო გეხაწები რა მოხდა დავიღუპე მიშვენე კარგი ადექით დასყარდით ახლა არაფერი არ ხდება ხალხო რა მოგი რატო ხართ აქ მოსულები გაგოგებინე რა ხდება გაგაგებინეთ რატო ვართ აქ და ირაკლი გეტყვი ირაკლი უთხარი ირაკლი ახლა აქ რო ვართ ნახეთ ხო ხედავ ნახეთ რომ ჩვენ აქ ვართ ხო აქ ვართ რატო ვართ ეს გაინტერესებს არა კითხე და არ გიპასუხე თავი მტკივა კარგია მომისმენთ ერთი წუთი აქ ვართ ჩვენ აქ ვართ იმიტომ რომ მაგიტო ირაკლი რომ ნება ხალხო რა ანანოა ცუდად მე ვარ ცუდად ვიცი ჯერა შენ რომ ცუდად ხარ ვიცი რა ჭირს მე რა ცუდად ვარ ცუდად რა ჭირს ცუდად რატო არის ეს გაინტერესებს ხო რატო ხო მე არ მოგამკითხო მეკითხეთ მე რა ჭირსო ცუდად არისო რა ჭირსო კიდევ ცუდად არისო და რატოა ცუდად სხვა შეკითხვა რატო ხარ ცუდად შენ ხარ ცუდად ანანო
ანანოს ახლობელს გაუკეთეს ოპერაცია. ოპერაცია. ხო, აპენდიციტის ოპერაცია გაუკეთეს და ამან ინერვიულა. არაფერი ოპერაცია არ არის, პანიკიორები ხარ. უმარტივესი ოპერაცია. ეში კეთდება მილიონი კეთდება. ო, ბატონო ირაკლი. ოპერაცია კარგად დასრულდა. ეხლა ჩემი ასისტენტები გაკერავე. და მალე გავიყვანთ ბალადაშით. პაციენტ ტორონჯაძეს. ვინ? ვინ? ტორონჯაძეს, მეგონი ლაშა ქვია. მოდი კეთინო. მოდი. რა დაემართა ლაშას? მე რა დაემართა? არაფერი არ დაემართა, აწყარდი. დამშვიდით, აპენდიციტი ქონდა, გაუკეთეს ოპერაცია, ამ აპენდიქსი წააჭრეს, თქვენ ენაზე მანაცლავის ოპერაცია გააკეთეს. რა მოგივიდა? ბაიმე, თამრი, ეს არის ურთულესი ოპერაცია. ეს არის სასწაული ურთულესი ოპერაცია. ვიცი კეთინო, ვიცი, ვაიმე, რამდენ ხანს მიმდინარეობდა ოპერაცია? 4 საათი, 5 საათი, როგორ? დიდი ნახევარი საათი. ვაიმე, დატანჯულა ბიჭი. დავშვიდით, ქალბატონო, დაწყნარდით. ოპერაცია ანესთეზიით გაკეთდა, არანაირ გართულებას ადგილი არ ქონია, მალე პაციენტს პალატაშიც გავიყვანთ. ვაიმე, გემუდარებით, ექი მოქმარი გადავირჩინეთ რა, გემუდარებით არ დავუყო. გადაგირჩინა უკვე. მე შემოვალ. საჩე ხვალ, დიდი მადლობა. რაკჭი, გამაგებინა, მე აქ ისთვის ვარ. ისთვის ვარ, საუკეთესო ექიმები მიხედავენ შენ ლაშას. ირაკლი, მოდი, ირაკლი, შენ გენაცვალე, ირაკლი, შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა, ირაკლი, დიდი მადლობა. გაიხარე. მე მოვიყვანია. შენ ნორმალური ხარ, ვერ დამირეკე. ვერ დამირეკე. შენ ხარ გადაირი, ვერ დამირეკე. ენა დაჯერი, ეს რა დღეში ჩამოვაგდე, ჰა? ეს რა დღეში ჩამოვაგდე? მიდი დადექი კუთხეში. საქმედი კაია. ო, ელენე. ო, შევხვდი. ხო აღარ გაწუხებს? არჩი გაწუხებს. ო, შევხვდი და ველაპარაკი. ჰა? არა, მე მარტო ვიყავ ეხლა, ვინ უნდა წამიყვანა, ბა. არა, შენ დამჭირდებოდა სხვა. ისინი იყვნენ 4. 4. კი, 4 მოვიდა. 3 იყო მოჭიდავე. კი, ერთი ვიცანი სხვათა შორის ხუჭუშთმიანი იყო, დაბალი, ჩემთან სკოლაში იყო მაშინ, ხო. მე საერთო ნაცნობი გამოგვიჩნდა, ვანგოგა. აი ეს ჩაურიე რა. ოტო ყველაფერი მოგვარდა. რა? არა, რა ყოჩაგი ხარ. არა, მუსიკა. აი. გარიგე. ნუ გამაწითლე.